ნიკა მელია ახლა მზად ჩვენთან პირდაპირ ეთერში ჩასართავად. მოგესალმებით ნიკა, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. დავიწყოთ პრემიერის თავრობის მეთაურის განცხადებიდან. მის განცხადებას ელოდა ყველა, ვინაიდან აღდგომის კვირა, შესაბამისად ყველაზე დიდი დღესასწაული, როცა ბევრი ადამიანი ერთად შეიკრიბება. გისმენთ რა, როგორი შეფასება და სურვილი გაქვთ თქვენ მაშინ, როცა პრემიერი მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეს და ამბობს, რომ სიბრძნეს მქონე მოქალაქის იმედადა ახლა სახელმწიფო. მოგესალმებით. ეხლა რო ვთქვა, რომ გახარიას გამოსვლას წუნი არ დაედებოდა, ვინ დამიჯერებს? არავინ, ხო? რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი. მან თქვა, რომ ეხლა რაღაცა საკითხზე საუბრისას ბეჭორაობას ხო არ დავიწყებდიო, ხო? კი ბატონო, ოპოზიციას იგულისხმა, როცა ოპოზიციის ნაწილი, როცა თქვენს თავაზობდით გეგმებს, ასე ვთქვათ, გამოსავალს და ბეჭორაობას ვერ დავიწყებდი, ვიდრე დონორებისგან პასუხი არ მექნებაო. არა და ბოლომდე იჭორავა. მითხარით რა იყო სახელმწიფოებრივი ტექსტი, რა იყო სახელმწიფოებრივი თეზისები, რომელიც მან თქვა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რა პოზიცია დაიცვა. ჭორაობა იყო თავიდან ბოლომდე. დაწყებული იქიდან, რომ მილიარდ ნახევარ მიიღებს სახელმწიფო, ეს ჭორაობა. თანაც წლის ბოლომდეო. ტყუილია და მე ჭორაობა. ტყუილზე ჭორაობა. არანაირი სამწუხაროდ წლის ბოლომდე მილიარდ ნახევარ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ვერ მიიღებს. და რასაც მიიღებს, ეს იქნება ნაწილი სესხად, ოცემული და ნაწილი კონკრეტულ მიზნობრივ პროექტებში წავა. ანუ ხალხამდე ვერ მივა ის თანხა, რასაც გახარია ახსენებდა ტყუილის სახით. და მანამდე 2 მილიარდზე საუბრობდა, გაურკვეველ 2 მილიარდზე. ეს არის ჭორაობა, ხო? ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ დაძლიოს ეკონომიკური შედეგები ამ ქვეყანაში. ამას ელოდით, ამის მოსმენას მეტი დეტალის ამ გეგმაზე. არა თუ გეგმა არ აქვს, თავი აქვს დაკარგული ხელისუფლებას და წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. არ იცის საერთოდ რასაკეთებს. არ იცის საერთოდ რასაკეთებს. რამდენიმე დღეა გახარია დადის პატრიარქთან, იყო რამდენიმე დღის შუალედით შეხვედრა და სთხოვს მას, როგორც წყაროებიდან გამოდის, სააღდგომო ლიტურგიაზე აქვს საუბარი, როგორ უნდა ჩატარდეს და რა წესით ის. პასუხისმგებლობის დაკისრება მოქალაქეებზე აღამასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მხრიდან რამდენად უზუსურად ისმინება, არა? უსუსურია დღეს გახარია ბატონო ნიკა. მორჩილი უსუსურია, რა თქმა უნდა, როდესაც იცის რა უნდა გააკეთოს და ვერ აკეთებს. როდესაც ზუსტად იცის რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს და ჯანმრთელობის გაუარესებისგან იხსნას, მაგრამ ვერ აკეთებს. ვერ აკეთებს ერთის მხრივ, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ აქვს საპატრიარქოსთან ისეთი როგორც უნდა ჰქონდეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს, ძალიან დიდი ხნის კონფლიქტი აქვს მათ და მეორე არ უნდა მათთან ურთიერთობის გაფუჭება, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ანდრია ჯაღმაიძე დამჭირდება, მე შეიძლება არჩევნების დროს და რატო გავანაწყენო ბოლომდე? აი გამოვიდეს მელია და მელიამ გააკრიტიკოს, მე ანდრია ჯაღმაიძე არჩევნებზე მე დამიჭერს მხარს. და ცდება მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება, გამიგეთ? ამისი მაგალითები არსებობს, ხო? რელიგიურ დღესასწაულამდე ისრაელში 34 ინფიცირებული იყო და დღესასწაულის შემდეგ 10,000-ით გაიზარდა. ეს მაგალითი არ უნდა გავიზიაროთ? ძალიან მძიმე მაგალითი და ძალიან მძიმე დრო დაუждდა და უждდება ახლა ისრაელს. მაგრამ ორ სკამზე ზის ბატონი გახარია. და არ გამოვა სახელმწიფოს სჭირდება მტკიცე ხელი საკანონმდებლო მდგომარეობის პირობებში. რა მიყვირს, აგერ ბატონი კვირიკაშვილი გამოვიდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე პარტიის, რომელზეც ყველა საუბრობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით ეს ადამიანი არისო გამონათება. შუა საუკუნის პერსონაჟად წარმოგვიდგა დღეს. სრული სიბნელე. შუა საუკუნეობრივი რაღაცა პერსონაჟი ღაღადებდა სისულელეს ბატონი კვირიკაშვილი. და მისი განცხადება ემსახურება ადამიანების გაწირვას ელემენტარულად.
იღებს პასუხისმგებლობას. წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასთან ლოიალური დამოკიდებულება არ არის უცხო საქართველოს არც ერთი ხელისუფლებისთვის და მეთანხმებით ალბათ ამაში. კვირიკაშვილი ბოლომდე უნამუსო ადამიანი აღმოჩნდა და რატო იცით? ეხლა მე რო გახარია და ხელისუფლებას სადმეტყობა როდის მაგრამ თან ამ ასე თქვათ თავისი გზავნილით შეფარულად ურტყამს განაწყენებული თავის ყოფილ კოლეგებს. მე ახლა ცნობილი კადრები გამახსენდა ნიკა თქვენი და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირების პარლამენტში ასე რომ. დათურ სამსახურს უწევს ყველას ამ თავისი განცხადებით. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის განცხადება იყო ეს? შუა საუკუნეებში ჩარჩენილი კვირიკაშვილის განცხადება დაბოღმილი ადამიანის, რომელიც ერთის მხრივ წირავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ყოველ შემთხვევაში მისი განცხადებით ეს ასე არის და მეორეს მხრივ აი ამ ვითარებაში სარგებლობს და პანჩურს ურტყავს საკუთარ ასე თქვა ყოფილ გუნდის წევრებს, იმიტომ რომ დაბოღმილია. უზნე უნდა იყო აი ბატონიკა მესმის გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით მეც მქონდა კითხვა ცოტა ხნის წინ გიგა ბოკერიასთან მესმის რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია და თქვენ მას ამიტომ აფასებთ გიორგი კვირიკაშვილისთვისაც ღია ეს სტუდია თუ ის მოისურვებს ბუნებრივია საკუთარი გადაწყვეტილებების განმარტებას ნიკა მე თქვენ იცით რა მინდა კითხოთ აი როცა საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში და უმრავლესობა ადამიანების ზუსტად ის შეგნებული ადამიანები ვისაც მიმართავდა დღეს პრემიერ-მინისტრი მართლა გამოკეტილი არიან სახლში ყველაფრის ხარჯზე დარჩნენ უმუშევრები უშემოსალოდ არიან სახლში და კიდევ მათ თხოვს სახელმწიფო მეტ პასუხისმგებლობას უფრო მეტიც ვაჟკაცობას რომ აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს რეალურად ვისი პასუხისმგებლობის საკითხია აი ამ კონკრეტულ საკითხში ხელისუფლების თავიდან ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგანგებო მდგომარეობა ხახდო კომენდანტის საათი მოქმედებს და ველოდებით ვითარების აფეთქებას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამირა გამყრელიძე საუბრობს რაც შეუძლია საუბრობს ეხლა რა თქواس მეტი თქვა რომ შეძლოს ნუ ვეთამაშებითო ხო კარგია რომ შეძლოს და მეტი ისაუბროს მაგრამ ჯერჯერობით ამას ახერხებს რასაც ახერხებს პატაიმნაძე იმას ახერხებს რასაც იმის 20% არ საუბრობს რაც უნდა ისაუბროს ეგ პატაიმნაძე უნდა იყოს ეხლა მაგალითი და 24 საათი ტელევიზორით უნდა საუბრობდეს მაგრამ ადამიანი რომელმაც პირბადე რომელიც უხარისხო აღმოჩნდა და თავად ხელისუფლებამ დაადასტურა ის ასე თქვათ შეაქო და თქვა რომ ეს არის სტანდარტის დაცვით შეკერილიო მას შემდეგ მე ძალიან შემეცვალა ამ ადამიანის მიმართ და დამოკიდებულება მიუხედავად იმისა რომ პირველივე დღიდან ადამიანს ყველანაირად ჩემს საჯარო განცხადებებით ან სოციალურ ქსელში პოსტებით ხარს უჭერ შეუძლებელი არის ექიმს გესმოდეს ხედავდეს საშიშროება და ტყუილს ამბობდე ბატონიკა იყო პოლიტიკოსი დუშევა და იყო პოლიტიკოსი ხელისუფლებაში ხედავდე იცოდე გესმოდე მომართული კონდეს მოსახლეობას ყურის მელა გამახვილებული გელოდებოდეს შენ რა სიტყვი და ტყუილს ამბობ და ასევე ოპოზიციაში სამწუხაროდ ეხა ტკივა გული და წმენაც მეკარგება ბევრი პოლიტიკოსის მიმართაც გინდ ხელისუფლებაში და გინდ ოპოზიციაში ვინც არ საუბრობს დამალულები არიან არ იღებენ ხმას სოფო რაზე და რეალობაზე და იმ საფრთხეზე რის წინაშე დგავართ და შეიძლება დავდგეთ ანუ საპატრიარქოს კრიტიკას თქვენი აზრით ოპოზიციიდანაც ერიდებიან ჩემი აზრით ვერ ხედავთ რომ ერიდებიან სიმართლის თქმას ერიდებიან რამ მნიშვნელობა აქვს ვის კრიტიკას ერიდებიან და სიმართლის თქმა და როგორ უნდა ვიწამო მე რომ იმ პოლიტიკოსის რომელიც ოპოზიციაშია მით უმეტესად სიმართლეს ვერ იძახის ეს ხო ეხება სახელმწიფოს ხალხო და სახელმწიფოში მაცხოვრებელ მოქალაქეებს ყოფნა არ ყოფნას ხო და შენ ხომ უნდა ისაუბროს სიმართლე და არ სიმართლეს არათუ არ საუბრობ იმალები და ხელისუფლებაში რო იყოს მით უმეტეს ხმას არ მოიღებდა და რა გითხრათ ეხა ეს არის ჩემი ემოცია და ჩემი მესმის ნიკა მოკლედ რომ შემიფასოთ ბოლოს სიგნალი ფუჭდება თქვენი სამწუხაროდ
ოპოზიციაში, იმიტომ რომ სიმართლის თქმა სანამ არ ისავლიან, დიახაც, ხანს ვერ მოატყუილებენ, უკვე გაიზარდა და პოპულიზმი აღარ იყიდება და ფარისევლობა აღარ მუშაობს. და ირაკლი ოქროაშვილზე გადაწყვეტილება მინდა რომ გთხოვოთ ჩემი ფასოდ ბოლოს ბატონიკა თქვენც იყავით პოლიტპატიმრების ასე ვთქვათ დასახელებულ სიაში რომლებსაც საუბრობდნენ საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის საელჩოს განცხადება იყო ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადება იყო ამერიკის საელჩო მაგალითად თქვა რომ ოქროაშვილი საქმე ჭრილს აყენებს სამართალ წარმოების მიუკერძოებლობას და ასე შემდეგ მითხარით თქვენი შეფასება თქვენ აი კარხარცელი ამბობს რომ ოქროაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პარტიამ მოაწერაო ხელი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგვრჩათ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდგომ? ხელისუფლება უარს ამბობს ამ შეთანხმების შესრულებაზე ამ ნაწილში? გაჯიუტებულია ივანიშვილი შეცდომაში გაჯიუტებული ადამიანი არის და თავად არ იცის რა გააკეთა ეხლა ოქროაშვილთან მიმართებაში. თავად არ იცის რა გააკეთა. აბსოლუტურად მოწყვეტილი არის რეალობას. და მოიმკის კიდევაც ამ მოწყვეტას რეალობისგან და აი როგორც გაბერილი ბუშტი გასხდება ერთი ნაპერწკლის მოხვედრით აი ასე დაემართება ბიძინა ივანიშვილს არავინ მას არ აპატიებს ხალხის ქართველი ხალხის მეორეჯერ გადაგდებას და განსაკუთრებით ასევე საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების დიახ ივანიშვილს მოუწევს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწევს. დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა მელია.